ესე უკეთესია, მეტი სივრცე მაქვს და უფრო მეტ რაღაცას გაჩვენებ შენ. გამარჯობა, კეთილი იყოს შენი მოსვლა ჩემს YouTube არხზე, თამბამ თუნზე და მე მინდა გაგაცნო ჩემი თავი პირველ რიგში, იმიტომ რომ სავარაუდოდ არ მიცნობ, არ იცი აქ რა ხდება, რა მოლოდინები უნდა გქონდეს, როცა მიყურებ და რისთვის უნდა მიყურო საერთოდაც, ხო? მომზადოთ. მე ქვია თამუნა, თამარი, თამო, როგორც გიხარდებათ ისე დამიძახეთ, თამარ ზარქუა. მე ვარ 2D ანიმატორი და კრეატიული სააგენტო ბურთულას თანადამფუძნებელი. გიყვარს ანიმაციები, გინდა გაიგო ბევრი ანიმაციების შესახებ, მაშინ დამაფოლოვე და ლაიქე, დამასუბსქრაიბე და იყავი ჩემი არხის გამომწერი თუ ეს სფერო ის არის, რაც შენ მოგწონს, შეიძლება მოღვაწეობაც გინდა, შეიძლება მოყვარული ხარ, შეიძლება უბრალოდ ანიმაციები გიყვარს და გაინტერესებს საქართველოში რა ხდება. სიმართლე რომ გითხრათ, რადგან გადავწყვეტე YouTube არხის შექმნა, დავიწყე YouTube ქართველი YouTuber-ების ყურებას, იმიტომ რომ მანამდე საერთოდ არაფერს არ ვუყურებდი, ძალიან ჩემ სფეროში ვარ და ძალიან ჩემი საქმეებისკენ ვიყავი ორიენტირებული და ეხლა მეთქი ცოტა სოციალიზაცია ცუდი არ იქნება და გავიგოთ რა ხდება და მოდი ჩვენც აქ ჩავებათ თქო. ამ არხის შექმნის მიზანი არის ის, რომ გაგაცნოთ ის ხალხი, ვინც მოღვაწეობს ანიმაციის სფეროში, 3D თუ 2D. მინდა ასევე გაგაცნოთ digital artistები, იმიტომ რომ გენიალური მხატვრები და არტისტები გვყავს და მინდა რომ მათი როლი უფრო წინ წამოვწიო. რაც შემეხება მე. მინდა გაგიზიაროთ ჩემი მოგზაურობა ანიმაციებში, როგორ მოვხვდი, რა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში და რატო დავადგე საერთოდაც ამ გზას. უნდა დავიწყო ბნელი 90-იანებიდან, როდესაც მე, ჩემი და ძმა სანთლის შუქზე ხატავდით. სკოლიდან რომ მოვიდოდით, ვისწავლიდით და შემდეგ ჯდებოდით ლამპის შუქზე, იმიტომ რომ შუქი სად იყო, მაგ დროს არ გქონდა. და ალბათ ბურს გამოგიცდიათ, რომ არ გქონდა 90-იანებში შუქი. და სამწუხაროდ წიგნებსაც მივადგებოდით, იმიტომ რომ ფურცლები გვითავდებოდა, მაგრამ სანამ ფურცლები გქონდა, ფურცლებს გადმოვიღებდით, ფანქრებს გადმოვიღებდით და დავიწყებდით ხატვას და თან რაღაც ყოველთვის როცა ვხატავდი, რაღაც ისტორია მქონდა გონებაში, რომ დავხატე გოგო, დავხატე ქალი და ვიცი, ეს დედინაცვალია, გაწვალებს ამ გოგოს, ეს გოგო თვითონ ტანჯულობს, მე ცოტა გაიზარდება და უკვე ნახატები იციცვლება და ეს გოგო უკვე გაიზარდა დედინაცვალს ერს უჩვენებს რაღაც ზღაპრებს თხსავდი ჩემს გონებაში, ისე ვხატავდი თან ამ ყველაფერსა და ბავშვობიდან ეს იყო ჩვენი საყვარელი გასართობი. მე როცა პროფესია უნდა აგვერჩია, არასდროს არ მიფიქრე, რომ ჩემგან ან მხატვარი დადგებოდა, ან შემოქმედი ადამიანი, იმიტომ რომ როდესაც ვუყურებდი ამ გენიალურ რენესანსის და იმპრესიონიზმის მხატვრებს, მეთქი მე იქ ფეხი შემყოფი არ ვარ, არაფერი არ გამომივიდა. ხო და არც კი მიოცნებია იმას, რომ ან ხატვის კუთხით გამვითარდებოდი, ან რამე მსგავსი, ასე რომ ეს სფერო ესე გვერდზე მქონდა გადადებული მთლიანად, თუმცა ყოველთვის აღრთმოვნებული ვიყავი და ყოველთვის მიზიდავდა და მომწონდა ეს ყველაფერი. შემდეგ მოხდა ისე, რომ როცა უნდა ჩაგვებარებინა უნივერსიტეტში, მე როგორც არც ისე მოყვარული ჰუმანიტარული საგნების, იმიტომ რომ ეს სულ მოყოლა და დაზეპირება ნერვებს მიშლიდა. ყველაზე მარტივი გზა მეთქი მათემატიკა მიყვარს და მოდი ავირჩიოთ კომპიუტერული მეცნიერებები. თესეულში ვისწავლე ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე. თუმცა ცოტა ხანში მივხვდი, რომ მაგარ შარში გავყავი თავი, იმიტომ რომ არ არის ეს თლად ჩემი სფერო და არ ვგრძნობ აქ თავს კარგად და ვერ ვაკეთებ იმას, რასაც მავალებ და რა გზას დავადგე. საბედნიეროდ ერთ-ერთ სემესტრში ჩაგვიტარდა ვებ დიზაინი და დიზაინი რო შემოვიდა, მეთქი ერთი წამით სად ვბანავ. ეს არის რაც მე მინდა რომ ვაკეთო, მე მინდა რომ შევქმნა რაღაცა, ვაკეთო და ვიზუალური გამოსახულება იყოს და მე აღმოაჩინე, რომ მე საკმაოდ ვიზუალური ადამიანი ვარ. თუ ვიზუალურად რაღაცას მიხსნი, ბევრად მარტივად ვგებულობ, ვიდრე როდესაც მიყვები. დავიწყე ამ კუთხით განვითარება, რომ მეთქი всё გრაფიკულ ვებ დიზაინს მიყვები და გრაფიკულს და ვებ დიზაინს მიყვები მეთქი და დავიწყე მუშაობა და ცოტა ხვდები, რომ ეს გრაფიკულ დიზაინში კი ვარ, მაგრამ თლად ის არ არის, რაც მინდა, თლად ის кайფი არ მოაქვს, რაც მე მინდა და თან სულ ის განცდა მაქვს ქვეცნობიერად თუ არაცნობიერად, რომ მინდა რაღაც ღირებული შევქმნა, მინდა რაღაც საინტერესო გავაკეთო და მინდა რომ გავლენა ქონდეს ამ რაღაცას, რასაც შევქმნი. მაგრამ მაგ პერიოდში არანაირი სხვა გზა, სხვა რაღაცაზე მემუშავა, მაგის ფიქრები არ მქონდა, უბრალოდ არ ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა, გარდა იმისა, რასაც იმ დროს ვაკეთებდი და ეს იყო გრაფიკული დიზაინი. ცოტა ხანში Facebook-ი ძალიან პროგრესირდა და ძალიან ბევრი გვერდები იქმნებოდა და ერთ-ერთი გვერდი, რასაც შემთხვევით წავაწყდა, იყო სტუდია ველოსიპედი. გვერდი რომ ავსკროლე ედოთ რაღაც დათაცვაშხიას პატარა სკეჩები ანიმაციური ორდეში. მეთქი ეს რა არის? ანუ ვიღაცა ქართულ ანიმაციებს ქმნის
ეგრევე დავჭყიდე ჩემი უყურები თვალები თუ სენსები რაც მაქვს ყველაფერი და დავსკროლე ყველაფერი ამ გვერდზე. ეგრევე DM-ში შევხვდი და ვიკითხები ვინ ხართ? რას აკეთებთ? მეც შემიძლია შემოგერთდეთ? ხატვა მეხერხება, რაღაცაში გამომიყენეთ და ჩემი სკილები შეიძლება არც ისე გრანდიოზულია, მაგრამ მე მინდა ამ სფეროში ყოფნა და როგორ შემოვაღწიო? სტუდია ველოსიპედის თუ არიცით რა კომპანია არის, ეს არის კომპანია, რომელმაც შექმნა ჟირაფი ჟოზე. გავიცანი კემო და გიორგი მარშანია, რომელიც ჟოზეზე მუშაობდნენ. შეხვედრა ისეთ არიმართა, რომ მოდიო სატესტო რეჟიმში ვიყოთ და ნახოთო რა შეგვიძლია თუ ერთად თანამშრომლობაო. სატესტოდ კი მომცეს რაღაც ანიმაციური იდეა ჰქონდათ მათემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც საბავშვო ანიმაციური მიუზიკლებით იქნებოდა. და აქ იქნებოდა დასახატი ეს რაღაც კონკრეტული ვიზუალები. მეთქი დიდი სიამოვნებით რა თქმა უნდა ძალიან მიხაროდა რომ მეთქი ამის ნაწილი ვიქნები რა მაგარია. დავხატე, ჩავაბარე. ისიც უნდა აღვნიშნოთ რომ მაგ დროს მარშანი იმდენ რაღაცას აკეთებდა, ეს ხელმძღვანელი იმდენ რაღაცას აკეთებდა, რომ ანიმაციასაც თვითონ ქმნიდა სანამ სხვები ეყოლებოდა თვითონ აკეთებდა და ეს მათემატიკაც მისი შექმნელი იყო. მაშინ მე არ ვიცოდი ანიმაციები და ეგ ჩემთან ცოტა გვიან მოვიდა. მე ისე მოხდა ჩემ ცხოვრებაში რომ მაგისტრატურაზე ჩავაბარე საზღვარგარეთ და ესტონეთში წავედი ტალინის უნივერსიტეტში რომ ესწავლა თამაშების დიზაინი. და სანამ მე იქ 2 წელი უნდა დამეყო ამასობაში საქართველოში ეს ჩვენი მათემატიკა ჟირაფი ჟოზესი ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა ნანახი თურმე და YouTube-ზე აღწევდა მილიონობით ნახვას. მე ეს არ ვიცი რა, არ ვუყურებ YouTube-ს არაფერს, იმიტომ რომ სათუცხელა YouTube-ისთვის სამაგისტრო მქონდა დასაწერი და ასე შემდეგ ვისწრეთ სალამაკისთვის და რო ჩამოვედი და თან მე ზუგდიდიდან ვარ, ზუგდიდში ჩავედი, გემრიელად ვარ და უცებ გარეთ გამოვედი და მესმის ძალიან ნაცნობი სიმღერა. მეთქი. მოიცა, ეს რა არის? ჩემ წინ არის ბაღი და ამ ბაღში რომ მივედი, გადავედი ბაღში, მოპირდაპირე მხარეს ქუჩის. რას ვხედავ? რა მესმის და რას ვხედავ? ეს პატარა ბავშვები დგანან, მღერიან ჟირაფი ჟოზეს მათემატიკას. და აი მაგ მომენტში მეგონა რომ I have fulfilled my dreams now. მეგონა რაღაც გრანდიოზულს მივაღწია და ისეთი ბედნიერების და კმაყოფილების შეგრძნება მქონდა რომ რაღაც არაშიც მონაწილეობა მივიღე ამ ხელა გავლენა აქვს ბავშვებზე. ჩემი სახლის მოპირდაპირე მხარეს ბავშვები ამას ღიღინებენ დიდი ბედნიერებით. მეთქი ვაუ როგორ ასწორებს რა მაგარი რაღაც არის. აი მაგ მომენტში მივხვდი რომ არ მაინტერესებს რას ვსწავლობ მე იქ მაგისტრატურაზე, მე მინდა რომ ეს საქმე ვაკეთო. მაგისტრატურა დავამთავრე, ჩავხურე და რა თქმა უნდა, ეგრევე სტუდია ველოსიპედში, ეგრევე ჟოზეს ანიმაციებზე დავიწყე მუშაობა, იმიტომ რომ მეთქი მასწავლეთ ანიმაციები, მე მინდა ამის კეთება, მე ეს მიყვარს ეს საქმე, მიყვარს. მახსოვს, როდესაც ავითვის ეს პროგრამა და მე უკვე შემეძლო რომ ჩემი პირადი პერსონაჟი შემექმნა და გამეცოცხლებინა და ეს როცა გავაკეთე და ხალხო, მე რაც დამემართა ამ პერსონაჟის გაცოცხლებით. Oh my god. ან მეგონა რომ სული შთაბერე უსულო საგანს და ისე გაცოცხლა როგორც აქამდე არასდროს არაფერი არ გაცოცხლებულა და შინაგანი შემოქმედმა გამოღვიძება დაიწყო, რომ მივხვდი რომ ახლა ძალა შეიძლება გქონდეს არაფერს თუნდაც ეს პატარა რაღაცას ვითომ პატარა არის, მაგრამ როცა სულ შთაბერავ, იმიტომ რომ ცოცხლდება ეს პერსონაჟი, იმიტომ რომ ეს ხასიათი გადმოდის. შენი იქნება თუ შენი წარმოსახვის ნაყოფის ხასიათი გადმოდის ამ არსებაზე და ეს ცოცხლდება. მეთქი, ვაუ, ეს რა გრძნობა არის, გრძნობა მქონდა რაღაც საოცარი და მივხვდი რომ ამაზე საინტერესო ჩემს ცხოვრებაში არაფერი არ შემექმნია ჯერჯერობით და თავით გადავეშვი ანიმაციებში. პროგრამა რომელსაც სწავლობდი, მოჰო ქვია და მაშინ ძალიან გავაპროტესტე, მაგრამ მე ძალიან შემიყვარდა. ეხა მაგ პროგრამით სხვებსაც ვასწავლი, იმიტომ რომ ანიმაციებში საჭირო არის ბევრი კადრები გვყავდეს, რათა ხარისხი გაუმჯობესდეს და კიდევ უფრო საინტერესო რაღაც ანიმაციები დაიდოს. მე თვითონ თავიანთი იდეები შექმნა რაღაცეები, ან თუნდაც დასაქმნენ ამ სფეროში, იმიტომ რომ ძალიან ჭირდა ეგ მაშინ. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა ანიმაციები შევქმნი. ძალიან მეხარობდა, კმაყოფილი ვიყავი და გონებაში გადავწყვიტე, რომ ეს ის არის, რაც მინდა ვაკეთო. რაღაც პერიოდის განმავლობაში ვშავდი სტუდია ველოსიპედში, მაგრამ მე ჩვენი გზები გაიყო და ამის შემდეგ გადავწყვიტე შემექმნა კრეატიული სააგენტო ბურთულა, რომელიც ძალიან დიდი წინსვლის და საინტერესო გამოცდილებებით სავსე აღმოჩნდა ჩემთვის. ბურთულაზე სხვა დროს ვისაუბროთ. ახლა რაც მინდა გითხრათ არის ის, რომ ბურთულამ საშუალება მომცა უფრო მეტად გამეწყვიტნა ჩემი თავი, იმიტომ რომ
მუშაობდი როგორც ქართველებთან, ასევე უცხოელ კლიენტებთან. მქონდა მრავალფეროვნება პროექტების, შესაბამისად, ბევრი სხვადასხვა რაღაცები ვაკეთე და ჩემმა გუნდმაც ბევრი სხვადასხვა რაღაცები აკეთეს. გამოცდილება იყო როგორც გუნდის მართვის, ასევე მთლიანი პროცესის დამოუკიდებლად საიტყებ ამ ყველაფრის კეთებას, კიდე ბევრად მეტ რაღაცას სწავლობ, თუნდაც საკუთარ თავზე, ასევე teamwork-ზე, ასევე პროცესზე, ანიმაციის უშუალოდ და რა როგორ ჯობს და რანაირად ჯობს და ასე შემდეგ. თუ სტაგნაციაში ვარ, ნერვები მეშლებოდა, იმიტომ რომ არ მიყვარს სტაგნაციაში ყოფნა, რაღაც უნდა ვაკეთო, რაღაც ახალი. ან თუნდაც იმას შევძინო რაღაც, რასაც უკვე ვაკეთებ. და ცოტა გავიწურთენი ბევრ რაღაცებში და ძალიან კმაყოფილი ვარ. თუმცა ეს კმაყოფილება არ ნიშნავს, რომ აქ უნდა გავჩერდე. არა, უფრო მეტი რაღაც მინდა რომ გავიგო. თან მგონია, რომ ლიმიტი თითქოს ადამიანში არ არსებობს ლიმიტი, რაღაც ძალიან ადამიანს ისე უყურებს, თითქოს უსასრულობა იყოს რა. და თითქოს ყოველთვის შეგვიძლია რაღაც იპოვო, აღმოაჩინო, ისწავლო. ამიტომაც ძალიან საინტერესო არის. გარდა ამისა, მინდა ესეც გითხრათ, რომ თუ ანიმაციებს აკეთებთ, ცოტა ერკვევით ადამიანის ფსიქოლოგიაში, იმიტომ რომ ის პერსონაჟიც რო არის, ის პერსონაჟი, მაგასაც ხასიათი ხო ჭირდება. ვინ არის, რა არის, როგორი არქეტიპია და ასე შემდეგ, მაგასაც ცოტა ამუღამებ და თან საკუთარ თავზეც ბევრ რაღაცებს ვსწავლობ, საინტერესო არის, იმიტომ რომ რას ვაკეთებთ ამ ცხოვრებაში, თუ არა იმას, რომ საკუთარი თავის შეცნობა სისტემატურად ვცდილობთ. რატომ უნდა დაავაფოლოთ, დაალაიქოთ, გამოიწეროთ და ჩართოთ ეს ზარი, არის ის, რომ მე მინდა შემოგთავაზოთ კონტენტი, სადაც მოვიწო ადამიანებს, ან მივალ ადამიანებთან, გაგაცნობთ იმ ადამიანებს, ვინც არიან ანიმაციის სფეროში, 2D-ში, 3D-ში, არიან digital artistები, არიან ძალიან შემოქმედი არსებები, ადამიანები. არსებები სიტყვა ძალიან მიყვარს რომ გამოვიყენო, ასევე ბავშვების სიტყვები მიყვარს ადამიანებზე, დიდებზეც მიყვარს რომ ბავშვების სიტყვებს ვიყენებ, ასე რომ ჩემს ლექსიკას იმედია შეეჩვევით და არ იქნება პრობლემა და თუ რომც იყოს პრობლემა, მე არ მაქვს პრობლემა. ასე რომ ეგ არაფერი. გარდა იმისა, რაც გითხარით, რაც უკვე გითხარით, ერთ-ერთი საინტერესო რამ რაც გადამხდა იყო საქანიმას მიერ ჩატარებული ანესი საქართველოს workshop-ი, სადაც რამოდენიმე ადამიანი იღებდა მონაწილეობას და ერთ-ერთი ვიყავი მე. ამ workshop-ის ფარგლებში გაიმარჯვა ჩემმა პროექტმა რადიანტებმა. შეუძლია წავსულიყავი საფრანგეთის ქალაქ ანესიში, სადაც ტარდება ღმერთო ხალხო უგრანდიოზულესი ფესტივალი ანიმაციების სფეროში. ყველა კუთხე-კუნჭულიდან ყველა მანდ ჩადის, ყველა თავის სტენდები აქვს, აჩვენებენ ვინც რა აქვს შექმნილი. ტარტაკოვსკი ნახე ხალხო, ყველა სტუდიის წარმომადგენელი, ვინც კი საერთოდ იცით, ყველა იქ იყო. წარმომადგენლები Disney-დან, Netflix-იდან, Adult Swim-დან და კიდევ ბევრი სფეროდან იყო ადამიანები რა. მთელი კვირა გავატარე იმ გარემოში, სადაც ყველა ანიმაციაზე ლაპარაკობს, ყველა ანიმაცია უყვარს და თან ჩემს პროექტებს ვსაუბრობდი ბევრს. ძალიან კარგი გამოცდილება იყო. ჩემი იდეაში მიმდინარე პროექტი, რაზეც ახლა ვმუშაობ, არის ერთი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, რომელსაც ფესტივალებზე გატანის შემდეგ დიდი იმედი მაქვს, რომ ფართო აუდიტორიასაც ვაჩვენებ საქართველოში. მინდა, იმიტომ რომ მგონია, რომ ძალიან საყვარელი ანიმაციური ფილმი არის. გარდა მაგისა, გეგმაში შავქნა 2D ანიმაციური სერიალი რადიანტები და თუ არ გამოვა ის დაფინანსება, რაც მე მინდა შესაძლოა YouTube-ისთვისაც გავაკეთო. მაგრამ მოდი წინასწარ ვილაპარაკებთ ამ ყველაფერსა და დაველოდოთ იმას თუ რა იქნება. გეგმაში ბევრი რაღაცები მაქვს, მაგრამ მოდი დავიწყოთ იმით, რომ მე თქვენ გაგაცნობთ ბევრ საინტერესო ადამიანს ჩემს არხზე. მადლობა ყველას, ვინც აქამდე მისმენდა, ყოჩახ, ვინც დაინტერესდა, ვინც გამომიწერა. ძალიან დიდი მადლობა. მიხარია რომ ხართ. თქვენ დამეხმარებით, რომ ეს რასაც მე ვაკეთებ, გააზიაროთ ბევრ ადამიანებში. კიდევ უფრო მეტ რაღაცებს გავაკეთებ, რომ უფრო საინტერესო იყოს. თან რჩევებსაც მივიღებ. ცოტა მეშინია ხოლმე კრიტიკის. ალბათ ყველას ეშინია ცოტა კრიტიკის, მაგრამ რჩევებსაც დიდი სიამოვნებით მივიღებ. დღეისთვის სულ ეს იყო. დაგემშვიდობებით და რავი, კარგ საღამოს დილოს თუ როცა უყურებთ, ბედნიერ დღეს გისურვებთ. კარგად.